ოკუპირებული სამხრეთ უკრაინის გზატკეცილებზე გზის პირად ხრილებში ახალი ტიპის ნამსხვრევები გროვდება. ესენი არ არის ომის დასაწყისის დამწვარი ტანკები ან ჯავშან ტექნიკის კოლონები, რომლებიც კიევის ჩრდილოეთ გზებზე ეყარა 2022 წელს. ესენი არიან ცისტერნები და საწვავის სატვირთოები, რომლებიც რუსეთის ლოგისტიკური ქსელის ნაწილი იყო. ომიდან 4 წლის შემდეგ ეს სატვირთოები მიტოვებულია. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ის გზები, რომლებიც ოდესღაც ოდარის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა, ახლა უბრალოდ სასიკვდილო ხაფანგებია. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინამ შეძლო დრონების გამოყენება პრაქტიკულად ყველა წარმოსადგენ მიზნად ამ ომის განმავლობაში. და 4 წლის შემდეგ მან გააფართოვა მისი გამოყენება და დაიწყო დისტანციური ნაღმების განთავსებაც. ეს ტაქტიკა ჩუმია და იშვიათად ითრევს იმ დრამატულ აფეთქებებს, როგორიცაა რაკეტის დარტყმა აეროდრომზე. ნაღმის განთავსება ნამდვილად არ ქმნის შთამბეჭდავ პოსტებს სოციალურ მედიაში ან ვირუსულ ვიდეოებს, რომლებიც ახალ ამბებში ხდება. და მაინც ეს დრონები ახალი ამბების ღირსია, რადგან ისინი ბევრად უფრო საშიშია რუსეთისთვის, ვიდრე შეიძლება თავიდან იფიქროთ. ირონიულად კი სწორედ რუსეთმა დაიწყო დრონით ნაღმების ჩამოყრა ამ ომის დასაწყისში. ეხლა ეს ზუსტად იგივე ტაქტიკა თავად რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენება, იმ მასშტაბით, როგორცაც მოსკოვი ვერასდროს წარმოიდგენდა. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მოდით დავიწყოთ იმით, როგორ შეიცვალა უკრაინის მიერ დრონების გამოყენების სტილი. ამ ომის უმეტეს ნაწილში დრონების ისტორია ნადირობის ისტორია იყო. პირველი პირის ხედვის დრონი მისდევს ერთ მანქანას. კამიკაძე დრონი ეჯახება ერთ ტანკს. ეს ზუსტია, იაფია და მომაკვდინებელი, მაგრამ ძირითადად ერთი სამიზნის განადგურებაზეა ორიენტირებული. ახალი იდეა კი მოწინააღმდეგის ჯარის ნაკადის შეჩერებაა. ზოგი მხრივ ეს ტრადიციულ პარტიზანულ ტაქტიკას გავს, რომელიც მომარაგების ხაზებს ჭრის. უბრალოდ ამჯერად დრონის ოპერატორებისთვის ბევრად ნაკლები რისკია. მაისის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ამ ტაქტიკას სახელი დაარქვა და სპეციალური პროგრამა გამოაცხადა, რომელსაც ლოგისტიკური ბლოკადა ეწოდება. მისი სიტყვებით მიზანი იყო რუსეთის ზურგზე დარტყმების მასშტაბის გაზრდა და სისტემურად დაეშალა რუსეთის შესაძლებლობა მოემარაგებინა საკუთარი შეტევები. ეს უბრალოდ ბუნდოვანი სურვილი არ იყო. თავდაცვის სამინისტრომ ამ პროექტს დაახლოებით 113 მილიონი დოლარით დაუჭირა მხარი, რომელიც პირდაპირ გადაეცა დრონების ბრიგადებს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ რუსეთის ლოგისტიკის დაზიანება. დაფინანსება უკრაინის დამსახურებაზე დაფუძნებული ქულების სისტემით ნაწილდება, რომელიც დანაყოფებს შესრულების მიხედვით აწყობს, რათა საუკეთესო ეკიპაჟებმა მიიღონ ყველაზე მეტი რესურსი. მეორე ეტაპი ცენტრალიზებულ ტენდერებს გახსნის, რათა ეს საშუალო მანძილის დარტყმის სისტემები დიდი რაოდენობით შეიძინონ და სამიზნე ძალიან კონკრეტულ დიაპაზონშია. ეს არის ის, რასაც უკრაინა საშუალო დარტყმებს უწოდებს. რუსულ სამიზნეებს უთხრამენ დაახლოებით 20-დან 300 კილომეტრამდე ფრონტის ხაზის უკან. სწორედ იქ იკლიბება მომარაგება. სანამ მომარაგება სანგრებამდე მივა, ასე რომ ისინი ფაქტობრივად წყვეტენ ფრონტის ხაზისთვის სასიცოცხლო მომარაგებას. ფიოდოროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გააოთხმაგა რუსული ლოგისტიკის, საწყობების, დეპოების და სარდლობის პუნქტების განადგურება 2026 წლის დასაწყისიდან. თავარი აქ ისაა, რომ ეს ლოგისტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის შესაძლებლობაზე განახორციელოს დარტყმები. რაც უფრო მეტი მათგანი განადგურდება, მით ნაკლები დაცვა დასჭირდება უკრაინას. მოყვანილი ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ მათ უნდა მიუდგეთ როგორც უკრაინის განცხადებებს და არა როგორც დადასტურებულ ფაქტებს. 2025 წლის ოქტომბერში ფიოდოროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაახლოებით 67 ჯარისკაცს კარგავდა თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც იკავებდა. 2026 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 179-მდე გაიზარდა. უკრაინის შეფასებით 2026 წლის შუა პერიოდში დაღუპულთა ან მძიმედ დაჭრილთა რაოდენობა თვეში 35,000-ს აჭარბებდა. ფიოდოროვმა წარმატების ნაწილი იმითაც ახსნა, რომ რუსული ძალებისთვის Starlink-ის ტერმინალები გათიშეს, რითაც მათ კავშირი შეუწყვიტეს მაშინაც კი, როცა მათი მარაგები იწურებოდა. საერთო სტრატეგია მხოლოდ უკრაინული ინტერპრეტაცია არ არის. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული ავტორიტეტული კონფლიქტების მონიტორინგის ორგანიზაციაა, ეს დაადასტურა. უკრაინის საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანიამ ტრადიციული ლოგისტიკა გაართულა და მოსკოვს აღარ აძლევდა საშუალებას, როგორც ადრე, იმავე რაოდენობით წინ გადაეყვანა დამატებითი ძალები და მარაგები. უბრალოდ რომ თქვათ, ზურბი აღარ არის უსაფრთხო. ადვილი, სადაც არმიას უნდა შეეძლოს ამოსუნთქვა, სიკვდილის ზონად იქცა. რუსული წყაროებიც კი იუწყებიან დრონებით ნაღმების ჩამოყრას სახმელეთო დერეფანში ყირიმისკენ, განსაკუთრებით მარიუპოლსა და მელიტოპოლს შორის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ. აშშ-ში წარმოებული ჰორნეტის დრონების ახალი შეტევების ტალღის შემდეგ, რასაც დაემატა სავარაუდო ნაღმების დაყრა M14 მარშრუტზე, რომელიც მარიუპოლიდან ჩონგარამდე გადის, ოკუპაციურმა ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ გზატკეცილის ნაწილი დახურეს და ყირიმისკენ მიმავალი მძიმე სატვირთო მანქანების მოძრაობა სხვა მიმართულებით გადაამისამართეს. იქიდან პრობლემები გავრცელდა. მაისის ბოლოსთვის ვლადიმირ სალდო, ოკუპირებული ხერსონის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, იტყობინებოდა, რომ დრონმა პირდაპირ გზაზე და გზის პირზე ნაღმები ჩამოაგდო R-280 მარშრუტზე. გზა, რომელსაც რუსეთმა ახალი სახელი ნოვოროსიის გზატკეცილი დაარქვა, ხერსონსა და ზაპოროჟიეს შორის საზღვართან მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კამაზის სატვირთო მანქანა განადგურდა.
რამდენიმე სხვა მანქანაც დაზიანდა, გზის ნაწილი დაიხურა. და ეს მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სალდომ უკვე დროებით შეზღუდა სატვირთო მოძრაობა იმავე მარშრუტზე. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დარტყმებმა საწვავის ცისტერნები და ტირიმისკენ მიმავალი სატვირთოები დაწვა. შეჩერდით და დააგვირდით, ვინ ავრცელებს ამ ყველაფერს. ეს არ არის უკრაინული პროპაგანდის არხები. ესენი თავად რუსი ოკუპანტი ოფიციალური პირები არიან. ადამიანები, რომელთა მთელი საქმე კონტროლის იმიჯის შექმნაა. როდესაც სწორედ ისინი აცხადებენ გზების ჩაკეტვასა და განადგურებულ სატვირთოებზე, ეს ალბათ ყველაზე სანდო ნიშანია იმისა, რომ შეფერხება რეალურია. აბა, რა ასრულებს ამ საქმეს? ამ ყველაფრის ცენტრში არის დრონი, სახელად FP2, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ Firepoint-მა შექმნა. ის მიეკუთვნება საშუალო დარტყმის კლასს და მისი დიზაინის არჩევანი თითქმის სრულყოფილად ერგება ამ სტრატეგიას. სადაც Firepoint-ის წინა შორმანძილზე მფრენი დრონი FP1 გასაოცარ 1600 კილომეტრს დაფრინავდა. FP2 თითქმის მთლიანად თმობს ამ მანძილს და დაახლოებით 200 კილომეტრის დაფარვას ახერხებს. მაგრამ ამის სანაცვლოდ ის ატარებს ბევრად უფრო მძიმე საბრძოლო ქობინს, დაახლოებით 105 კილოგრამს და ოპერატორს რეალურ კონტროლს აძლევს. და როდესაც გაშვების კომპლექტის მომზადებას მხოლოდ დაახლოებით 18 წუთი სჭირდება, ის ზუსტად ერგება FP1-ის ღრმა დარტყმის მისიებსა და მის უკამდებარე მძიმე დარტყმის პლატფორმებს შორის არსებულ სიცარიელეს. FP2, რომელიც გამოიყენება დისტანციური დანაღმვისთვის, ორ ვერსიად არსებობს. პირველი ავტონომიურად მიფრინავს, რათა დაარტყას ფიქსირებულ სამიზნეებს ცნობილ კოორდინატებზე. მეორეს ოპერატორი მართავს რადიოკავშირის საშუალებით პირდაპირ ვიდეო სიგნალით, რათა პილოტმა შეძლოს მოძრავი ობიექტის დევნა. ეს გავს იმას, როგორც FPV დრონს მართავდით, თუმცა ეს ბევრად უფრო დიდია და ბევრად უფრო მომაკვდინებელი. მართვადობა არის მთავარი ფაქტორი ნაღმების დასაგებად. FP2-ის ამ ნაღმების დასაგებად და უკანა ზონაში მისიისთვის გამოყენება არაპირდაპირ დაადასტურა დენის სტილმანმა, Firepoint-ის თანადამფუძნებელმა. ბონუსად უკრაინამ დაიწყო საბჭოთა პერიოდის SS-5 არამართული რაკეტების ამ საშუალო რადიუსის დრონებზე დამაგრება, რაც მათ საშუალებას აძლევს მიწის სამიზნეებს პირდაპირ შეჯახების გარეშე დაარტყან. პირველი ვიდეო მასალა ყირიმში გამოჩნდა, სადაც დრონი რუსულ მობილურ საჰაერო თავდაცვის ჯგუფს ესმოდა თავს. მაგრამ უშუალოდ დანაღმვისთვის დრონები ერთ ბომბზე უფრო ჭკვიანურ რამეს ატარებენ. რუსული ვიდეო მასალის მიხედვით, უკრაინა იყენებს საჰაერო ნაღმების გამანაწილებლებს. ეს არის პატარა ნაღმებით სავსე კონტეინერები, რომლებიც ელქ დადაფრენაში გზის მონაკვეთზე ამ ნაღმებს ფანტავენ. ერთ დიდ ვერსიაში გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება მოთავსდეს 88-მდე ნაღმი, პატარა ვერსია კი დაახლოებით 10 სიტერს. და ეს ნაღმები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ფიქსირებული ფრთის მქონე დრონებიდან, როგორიცაა FP2, არამედ მძიმე ბაბა-იაგა მრავალროტორიანი დრონებიდანაც, რომლებიც ღამის ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. და აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არც იმპროვიზებულია და არც განსაკუთრებით ახალი. ერთმა ჟურნალისტმა აღწერა, როგორ ნახა ეს საკუთარი თვალით, ჯერ კიდევ 2024 წელს. მოგზაურობისას უკრაინის 33 მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად ჩასივ იარის მახლობლად, მან ნახა, როგორ იყენებდნენ ოპერატორები ბომბდამშენ დრონებს ანტიტანკური ნაღმების რუსულ მომარაგების მარშრუტებზე დასაგდებად. და თქმა უნდა, ასევე არის ის ფაქტიც, რომ FPV დრონები ადრე თავად ტანკებზე ანტიტანკური ნაღმების დასაგდებადაც გამოიყენებოდა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექნიკა განსაკუთრებული სიახლე არ არის, პროგრამის მასშტაბი და ამბიცია ნამდვილად გამორჩეულია. ამ ეტაპზე უკრაინას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მომლოდინე დრონი ერთი საკონტროლო სადგურიდან მართოს. იგივე ლოგიკა ვრცელდება ფიქსირებული ფრთის მქონე ბომბდამშენებით დანაღმვაზეც, რადგან საწყისი ნაწილები უკვე არსებობს. ისინი უბრალოდ განსხვავებულ კომპლექტად იკრიბება. ახლა რაც შეეხება თავად ნაღმებს, ინფორმაცია ძირითადად რუსულ წყაროებზეა დაფუძნებული. ამიტომ საკმაოდ რთულია ზუსტად გავიგოთ რა გამოიყენება. ყველაზე დიდი ალბათობით უკრაინა ძირითადად გამოიყენებდა ანტიტანკურ და ანტიპერსონალურ ნაღმებს, რომლებიც მის არსებულ მარაგებში დარჩენილი იყო. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყენებდნენ მოდიფიცირებულ საბჭოთა ნაღმებს, შემდეგ კი ამაგრებდნენ მათ დრონებზე, რათა გამოყენებულიყო როგორც დაგვიანებული აფეთქების მოწყობილობები. დამოუკიდებელი სურათი ცოტა უფრო ბუნდოვანია, მაგრამ იგივე მიმართულებას მიუთითებს. ერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ნაღმები სინამდვილეში 3D პრინტერით დამზადებული ფორმებია, რომლებიც იყენებენ მოძრაობაზე მგრძნობიარე ან შესაძლოა მაგნიტურ დეტონატორებს და შეიცავენ იმდენი რაოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომ მანქანა გააჩერონ. და ეს სიტყვა გაჩელება არის მთავარი აზრი. ამ ნაღმებს რეალურად არაფრის განადგურება არ სჭირდებათ. ნაღმი, რომელიც უბრალოდ სატვირთოს გაუმოქმედებს, უკვე გამარჯვებულია. იფიქრეთ, რას აკეთებს ერთი გაჩელებული სატვირთო მომარაგების გზაზე. ის ბლოკავს ზოლს, აიჯულებს ყველაფერს, რაც მის უკანაა გაჩერდეს. ის ქმნის საცობს გაჩერებული მანქანების გროვას ღია გზატკეცილზე, რაც ზუსტად ის ტიპის უძრავი სამიზნეა, რომელზეც დრონის ოპერატორი ოცნებობს. ასე რომ ნაღამს უბრალოდ უნდა გააჩეროს კოლონის წინა ნაწილი იმდენ ხანს, რომ რაღაც სხვამ დაასრულოს საქმე. იფიქრეთ იმ ცნობილ 42 მილიან ტანკების კოლონაზე, რომელიც 2022 წელს ვიხილეთ.
იგივე შეიძლება ხდებოდეს რუსეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომარაგების ხაზებზე. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია დრონების წყალობით, რომლებიც იაფად იწარმოება და მზა ტექნოლოგიებს იყენებს. რუსები ამას სრულყოფილად აცნობიერებენ და მათი სამხედრო ბლოგერებიც განგაშტეხენ. ერთმა ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა, რომელიც სახელით მილიტარი ინფორმანტი წერს, გააფრთხილა, რომ გზებზე რეგულარულად მიმოფანტული პატარა ნაღმებიც კი შეიძლება სრული სატრანსპორტო პარალიზის მიზეზი გახდეს, რადგან მოძრაობა ისევ და ისევ უნდა შეჩერდეს შემოწმებისა და განაღმვისთვის. დაფიქრდით ამ ასიმეტრიაზე. კამიკაძე დრონის სტარტმა ერთ მანქანას ესხმის თავს. გზაზე მიმოფანტული ნაღმები საფრთხეს უქმნის ყველა მანქანას, რომელიც ამ გზას იყენებს, განუსაზღვრელი ვადით, სანამ ვინმე არ გაანაღმავს მას. ერთი ჩამოკრა შეიძლება მთლიანად დახუროს ავტობანი. კიდევ ერთი რუსი სამხედრო ბლოგერი, რომელიც სპეციალური ძალების მთავარანგელოზის სახელით წერს, ჩიოდა, რომ ლოგისტიკა თითქმის ერთი თვეა მოშლილია, რაც მიწოდებებს არა მხოლოდ ზურგში, არამედ წინა ხაზებზეც კი აზიანებს. და ამ ყველაფრის ყველაზე დამამძიმებელი მტკიცებულება ადამიანური ბუნებაა. ოკუპირებულ კირიმში არსებული წყაროების მიხედვით, საწვავის სატვირთო მანქანების მძღოლებმა კატეგორიულად დაიწყეს უარისთმა რეისებზე დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. გარანტიები, რომელსაც რა თქმა უნდა რეალურად ვერავინ უზრუნველყოფს. დანაღმვის კამპანია უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ ამ გზებზე მძღოლად დაქირავებული ადამიანები ურჩევნიათ საერთოდ არიარონ, მაგრამ ნაღმები მხოლოდ ერთი ფენაა. ეხლა სანამ ამაზე ვისაუბრებთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი ასეთი ანალიზი და ყოველდღე ვაქვეყნებთ ვიდეოებს ყველა იმ სიახლეზე, რაც უნდა იცოდეთ. დაუბრუნდეთ დაშორებულ დანაღმვის კამპანიას. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ პირველი მიმართულებაა, რომელსაც უკრაინა იყენებს შეტევისთვის. წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი. რუსი მძღოლი, რომელიც სამხრეთისკენ ამარაგებს, აღარ დგას მხოლოდ ერთი საფრთხის წინაშე. ის გადაადგილდება მრავალფენოვან დაბკოლების ზონაში. მის ზემოთ FPV ტიპის დრონები ჩასაფრებულები ელოდებიან შეტევისთვის. ასევე არსებობს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დარტყმითი დრონები, რომლებიც შეუძლიათ ამოიცნონ და მიზანში ამოიღონ ობიექტი შემაშფოთებელი ავტონომიურობით. საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომლებიც გზის დაცვას უნდა უზრუნველყოფდნენ, თავად არიან ნადირობის ობიექტი. და ახლა მისი ბორბლების ქვეშ მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ გზის ზედაპირზე ნაღმი იყოს. ჰაერიდან და მიწიდან მომავალი საფრთხეები ერთდროულად იმავე ასფალტის მონაკვეთს. და ამ ყველაფრის მასშტაბი ამ ამბის ჩუმი შოკია. 14 მარშრუტი მარიუპოლსა და მელიტოპოლს შორის, დაახლოებით 100-დან 150 კილომეტრით არის ფრონტის ხაზის უკან. იმდენად შორს ნაღმების დასათესად უკრაინას სჭირდება ფიქსირებული ფრთის მქონე დრონები, ან სხვა გრძელდისტანციური სისტემები, ზუსტად ისეთი საშუალებები, როგორიცაა FP2. ამიტომ საფრთხე აღარ არის მხოლოდ კონტაქტის ხაზზე შეზღუდული, არამედ ვრცელდება რუსეთის სამხრეთის მთელ უკანა ტერიტორიაზე. და თუ გსურთ მტკიცებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი რეალურად მუშაობს, უბრალოდ შეხედეთ რა ხდება ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე. 2026 წლის ივნისის დასაწყისში ნახევარკუნძულის სრულმასშტაბიან საწვავის კრიზისში იყო ჩაფლული. მოსკოვის მხარდაჭერილმა გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა ყველაზე გავრცელებულ ბენზინის მარკაზე შეზღუდვები დააწესა და გამოაცხადა, რომ ადამიანებს საწვავის შესაძენად სპეციალური კუპონების გამოყენება მოუწევდათ. სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ისტორიულ ბაზაზე მოწმეები აღწერენ გრძელ რიგებს, რომლებიც ბენზინგასამართი სადგურებიდან უკან იწელებო და ადგილობრივებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რამდენიმე დრეა საწვავის შევსება ვერ შეძლეს. და ოფიციალურმა განმარტებებმა ყველაფერი გამოავლინა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა მიზეზად დაასახელეს უკრაინული დრონების თავდასხმები საწვავის სატვირთოებზე ნოვოროსიის გზატკეცილზე, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. და როგორც ყირიმის, ასევე სევასტოპოლის გუბერნატორებმა აღიარეს, რომ პრობლემის მოგვარებას მინიმუმ 20 დღე დასჭირდება. ერთ-ერთმა კი მოსახლეობას სთხოვა არაეტეხათ პანიკა. აი დეტალი, რომელიც მთელ სტრატეგიას აერთიანებს და ეს პირდაპირ რუსული მხარისგან მოდის. ყირიმში საწვავის საერთოდ არ გადადის. ყირიმის ხიდზე უსაფრთხოების მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რაოდენობის ბენზინი გადადის კერჩის სრუტეზე ბორანით, ეს დამოკიდებულია ამინდზე, რაც ნიშნავს, რომ საწვავისთვის კერძოდ სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის დანაღმულ და დრონებით მონადირე გზებზე, არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ვარიანტი. ეს არის მთავარი არტერია და უკრაინამ ზუსტად იცის, სად უნდა დააჭიროს. აი სწორედ ეს ხდის კამპანიას გაცილებით მეც, ვიდრე უბრალოდ განადგურებული სატვირთოების სერიას. ეს შეფერხება უკვე ჩვეულებრივ ცხოვრებაზეც აისახა ნახევარკუნძულზე. ეს გამოიწვია რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე, ბარათებით რაციით გაცემას და 20 დღიან ვადას, რომლის გარანტიასაც ვერავინ იძლევა. როდესაც შორეულ გზატკეცილზე მიმდინარე ომი, სევასტოპოლში სამოქალაქო მანქანის ცარიელი საწვავის ავზით ვრინდება, აქ უკვე ტაქტიკაზე აღარ საუბრობთ. ეს უკვე სტრატეგიული ეფექტია. აბა როგორ პასუხობს რუსეთი უპილოტო აპარატების გაზრდილ აქტივობას? პასუხი მერყეობს სასასო წარკვეთილებიდან თითქმის კომიკურამდე. ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დეტალში რუსმა სამხედროებმა დაიწყეს თავიანთი სატვირთო მანქანების, როგორც კამაზის, ასევე ურალის მოდელების, შავი და თეთრი ზოლებით შეღებვა. ვინც სამხედრო ისტორიას იცნობს, ამას მაშინვე იცნობს. ეს არის დამაბნეველი კამუფლაჟი, ტექნიკა, რომელსაც ფლოტები იყენებდნენ საბრძოლო გემებზე პირველი მსოფლიო ომის დროს.
იმ დროს ეს უცნაური გეომეტრიული ზოლები განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ დაებნია ადამიანური დამკვირვებელი პერისკოპით, რათა გემის სიჩქარის, მიმართულებისა და მანძილის განსაზღვრა გასროლამდე რთული ყოფილიყო. მხოლოდ ერთი პრობლემაა. რუსებს როგორც ჩანს, მთლიანად არასწორად გაუგიათ მისი არსი. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სამიზნე ამოცნობის სისტემები, რომლებიც უკრაინის დრონებზეა დაყენებული, მანძილსა და მოძრაობას ისე არ აფასებენ, როგორც პირველი მსოფლიო ომის საზღვაო არტილერისტი. მანქანური ხედვა უბრალოდ ისე არ მუშაობს, როგორც ადამიანის თვალი. და რაც უფრო უარესია, ამ დრონებიდან ბევრი თერმულ გამოსახულებას იყენებს, რომელიც სითბოს ხედავს და არასაღებავს. დრონის ოპერატორმა, რომელიც თერმული კამერით უყურებს, შეიძლება ზოლები საერთოდ ვერ შეამჩნიოს. უფრო სერიოზული ადაპტაცია იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების გზებთან ახლოს გადმოწევა, რათა გზები დაეცვათ, მაგრამ ესეც უკუშედეგით დასრულდა და გარკვეული რამეები გამოავლინა. ერთ მომენტში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა განაცხადეს, რომ დაარტყეს ორი რუსული თორ M2-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ერთ-ერთი მათგანი მაშინ დაარტყეს, როცა ტრაქტორი მიათრევდა მას M14 ავტომაგისტრალზე, ოკუპირებულ ბერდიანსკთან ახლოს. რუსეთი იმდენად შეშფოთებულია მომარაგების მარშრუტებით, რომ თავის ძვირფას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მათ დასაცავად გადაადგილებს. და ამით სწორედ ამ სისტემებს აყენებს იმავე დრონების საფრთხის ქვეშ, რომლების შესაჩერებლადაც გაგზავნა ისინი. თუმცა არსებობს ერთი საწინააღმდეგო ზომა, რომელიც ნამდვილად შეიძლება დაეხმაროს. რუსეთს შეუძლია გზებზე ზემოდან ბადეები გააბას, იგივე ანტიდრონული გვირაბები, რომლებიც უკვე გამოჩნდა ფრონტთან ახლოს მდებარე მაგისტრალებზე. დრონების წინააღმდეგ ეს ბადეები ეფექტურია. მაგრამ აქ გეოგრაფია მოსკოვის წინააღმდეგ მუშაობს. ფრონტის ხაზის რამდენიმე ასეული მეტრის დაფარვა ერთი რამეა. ამ დაცვის ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმვა ბევრად უფრო რთული ამოცანაა. და ეს მიუთითებს ამ ყველაფრის უკან არსებულ მთავარ ჯილდოზე, თავად ყირიმზე. უკრაინამ ყირიმის გარშემო უზარმაზარი რესურსები მოაგროვა, რათა რუსული საჰაერო თავდაცვა და შორ-მანძილზე მოქმედი ცეცხლის საშუალებები ჩაახშოს. და ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. როგორც კი ეს თავდაცვითი სისტემები განეიტრალდება, იმ ობიექტები, რომლებსაც ისინი იცავდნენ, ავიაბაზები, რაკეტსატყორცნები, ბევრად უფრო დაუცველი გახდებიან. გზების დანაღმა და მომარაგების გზებზე შეტევებიც ამავე სტრატეგიის ნაწილია. ეს აიძულებს რუსეთს საჰაერო თავდაცვა სატვირთო მანქანების დასაცავად გამოიყენოს, რაც მთავარ ობიექტებს უფრო დაუცველ სტოვებს. და როცა სახმელეთო დერეფანი სულ უფრო და უფრო ნენდობადი ხდება, რუსეთი იძულებულია ისევ ქერჩის ხიდზე გადავიდეს, რომელიც ერთ-ერთი ბოლო მთავარი არტერია, რომლითაც ყირიმი მათ ერიკს უკავშირდება. ეს ის სტრუქტურა, რომელსაც უკრაინამ უკვე რამდენჯერმე დაარტყა. შესაძლოა მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოხდება ხიდს საკმარისად დიდი რაკეტა, რომის თითქმის გამოუსადეგარი გახდეს და ამ დროს ყირიმი მართლაც შეიძლება მთლიანად მოწყვეტილ იქნას დანარჩენ რუსეთს. და სწორედ ამიტომ არის ეს კამპანია ესეთი დახვეწილი და ეფექტური. როგორც ჩანს, უკრაინა ცდილობს გაზარდოს ამ დერეფნის გამოყენების ლოგისტიკური ხარჯები, ან თუნდაც ამ გზატკეცილის 1 მეტრი დაიკავს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ ეს გზა გამოყენებისთვის ძვირი გახადოს. თუ თითოეულ სატვირთოს მეტი დრო სჭირდება და კოლონებს გაწმენდა და თანხლება სჭირდებათ, მაშინ გზა რუკაზე ღია დარჩება, მაგრამ პრაქტიკაში თითქმის გამოუსადეგარი გახდება. და ეს გვაბრუნებს იქ, საიდანაც დავიწყეთ. იმ დამწვარი ცისტერნებისკენ, რომლებიც არხებში ჟანგდებიან, და მძღოლებისკენ, რომლებსაც აღარ სურთ ეს გზა გაიარა. დრონების გამოყენება რუსეთის მომარაგების ხაზების დასაშლელად იგივე ასიმეტრიული სტრატეგიაა, რომელმაც განსაზღვრა უკრაინის მთელი დრონების ომი. ამჯერად ეს სტრატეგია დახვეწეს და მიმართეს იმ ერთ რამეზე, რაც ყველა არმიას სჭირდება და ვერც ერთი არმია ვერ ჩაანაცვლებს. საწვავისა და საბრძოლო მასალის უწყვეტ მიწოდებას ფრონტის ხაზზე მყოფებისთვის. მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოახერხა უკრაინამ დრონების ინდუსტრიის ამ დონემდე განვითარება, ნახეთ ეს ვიდეო. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რომ იყოთ ინფორმირებული უახლესი მოვლენების შესახებ.